და ორსულად არის. აი როგორც მარიანხელა გულიერება. ნინო რა ხდება? მართლა ორსულად ხარ და საიდან გაიგეთ? რას უნდა მითხრა? გონი ხო, არა. მე მაგას რა ჯობია, დედიკო. აგე შავი ხლიავი მოვიტანე დედიკო და ჯემი გავაკეთოთ. აუ, მანდეი და მე ამის ხეხვის თავი მართლა არ მაქვს. შენ არა, დედიკო. ჯემს მე გავხეხავ. შენ წადი და დაისვენა, დედა. მართლა? აბა რა, დედა. აუ, რა დროს მესამე იყო ეხლა. ბები, ღმერთს ლოცოდა დედიკო. ნეტა ბიჭი იქნება თუ გოგო. ჯერ რა ვიცი, ერთი თვისაც არ ვარ ამბობს. და თუნამ თუ იცის. არა, არ მithქვამს. დაძდებს მთელი დღე იმ ინვესტორებს და ატარებს აქეთ-იქით. რომ მოვა მერე ვეტყვი. კარგი, მაშინ ჯებალის მე დავურეკავ დედიკო. ჯეკო, მოდი მომეხმარე. სად არიან ის ბიჭები, ვინც 17 მაისს დარბოდნენ ხო წერან თქვი რა. სად არიან ის ადამიანები, ვინც ყველაფერს აპროტესტებენ ხოლმე ჩვენ ქვეყანაში. ყველაზე მთავარი ისედაც ოკუპირებული ჩვენი ქვეყანა თავისი საზღვრებით კიდევ უფრო დამჭიდროვდება. ჯებალი, რატომ არიღებ ყურმეს რომ გირეკავ? ნინო ორსულად არის. ხოდა ზაირამ თუ დარეკოს, უთხარი, ნინო ორსულად არის და მანანა იქ არის თქო. აი, მეტყვი. შენ არაფერი არ მითქვა. მე რა უნდა გადასერე. ეს ჩემი გაგიჟდა სიხარული მაგრამ მე დაიბნა დედიკო. დაბნეული ვარ ცოტა. აუ, რა დროს ეს იყო ძლივს რაღაც ავაწყოთ მე და ნატაშკა. საქმე მოიცდის და ბავშვის გაჩენაზე უკეთესი საქმე არ არსებობს დედა. წადი ახლა შენ დაისვენე, მე ამას გავაკეთებ. წადი. ნინა მოვედი. რატო ერთხელ არ დამირეკე დღეს როგორ ხარ ნინა, გაგიარა მოწამლამო? რა შვები ნინა, როგორ ხარ? გაგიარა მოწამლა. არ ვარ მოწამლამო. ხო და ძალიან კარგია, გოგო. ფეხმძიმედ ვარ. არა. კი. და არ ვიცი როგორ მოხდა. როგორ ხდება ხოლმე, გოგო, რა გჭირს? ძალიან მაგარია. ძალიან. თან მაგარი დაბნეული ვარ. მეც დაბნეული ვარ, ნინა, მაგრამ ძალიან მაგარია. თათო სამი შვილის მამა უნდა გახო. მე იასემინ უნდა დავარქვა ჩემდას. აუ თუ ბიჭი იქნება მე დავარქვე რა სახელს. დედიკო მთავარი ჯამთელი დაიბადოს და რაც გინდათ ის და. არა უნიშნო და სამბავე? აუ კი. არა რა აღნიშნოთ, პირიქით მე ცუდად ვარ და შენ უნდა დარეცხეს ჭუჭი. კი ბატონო, რა პრობლემაა?